გაუღებენ თუ არა ციხის კარს ქართული ოცნების თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამ კითხვას პასუხი უახლოეს პერიოდში გაეცემა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ წუთებში შეაქვთ ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადი ქალაქის პროკურატურაში. ჩვენ ვესაუბრეთ ადვოკატს, რომელმაც თქვა, რომ წუთი-წუთზე შევა საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯუანშერ ბურჭულაძემ მზად არის აღიაროს წარდგენილი ბრალდება და მზად არის ზარალი დაახლოებით 7 მილიონი ანაზღაუროს. ის რომ სურვილი ჰქონდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ სასამართლოს ხდომაზე თავადვე თქვა რომ შემდეგ ხდომაზე ის ჩვენებას მისცემს, მანამდე კი პროკურატურას ექნება დრო იფიქროს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ადვოკატებს ვესაუბრეთ, ისინი ამბობენ, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებმა ერთად უნდა მოიფიქრონ სასჯელთან დაკავშირებით, თუმცა ვიცით ის რომ დაცვის მხარის მთავარი მოთხოვნა არის რომ პირობითი მსჯავრი დაედოს ჯუანშერ ბურჭულაძეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გაუღონ ციხის კარი, ზარალი ანაზღაუროს და კვირაში ერთხელ ის მივიდეს სპეციალურ დაწესებულებაში, დაფიქსირდეს, რომ არაპირებს არსად წასვლას, გაქცევას, ნებართვის გარეშე არ დატოვოს ქვეყანა. მოკლედ პირობითი მსჯავრით არის თანახმა დაცვის მხარე, რომ აანაზღაურონ ზარალი. ახლა საინტერესოა, რას იზამს პროკურატურა. ინფრასტრუქტურის მინისტრის სამხედრო მოსამსახურე. ჯერ არ ვიცით ზიანის ანაზღაურება თუ იქნება ასეთ საჭიროება ზიანს აანაზღაურებს, დეტალებზე არ მინდა ვიცი. საპროცესო ამას გულისხმობს, აღიარებს ესე იგი ბრალდებს. ვერ დაგიტაცოთ და არც უარ ყოფ ამ ფაქტს. პირობითი ითხოვთ გათავისუფლებას? რა თქმა უნდა, პირობითი. პირობითი და რამდენ წელზე ფიქრობთ, რომ პირობითი? ჯერ არ ვიცით და ეს დეტალებზე გავივლით ალბათ. ჯერ არ ვიცით. ზარალზე თანახმა დეტალებზე არ ვაპირებ. მილიონი ნახევარი ლარი. საპროცესო შეთანხმების კონკრეტულ პირობებზე ჯერ ჩვენ არ ვილაპარაკია, არც პროკურატურასთან და არც მე არ მისაუბრია მასთან. მე აქედან მივდივარ პეტენციურ დაწესებულებაში, შევუთანხმებ, დავაზუსტებ და ჯუანშერთან მიდიხართ შესაძლოა. ანუ აღიარებს ჯუანშერ ბურჭულაძე, ესე გამოდის, რადგან საპროცესოზე საპროცესო შეთანხმება არის ერთ-ერთი მეთოდი საშეთანხმების დამთავრების საქმის. სად არის ზიანი ანაზღაუროს? თუ საპროცესო შედგა კანონმდებლობით, როგორც წესი და პრაქტიკა, პროკურატურა ითხოვს ამ მოთხოვნა ყოველთვის აქვს. რეალურ სასჯელზე მსჯელობთ? არ ვიცი, ჯერ პირობითი არის თქვენი მოთხოვნა? არ ვილაპარაკია, არ ვისაუბრია ამაზე, ეს ორმხრივი მოლაპარაკების საგანია, ვერაფერს ვერ. адვოკატ მოგვეცა იყო განცხადება და იქ არ გიწერია არ ვიცი, მე არ მიწერია არაფერი, მე არ მინახავს ეს საკითხი. თქვენს გარეშე სხვა ადვოკატი შეაქვს? და არ გაქვს ინფორმაცია პირობითზე თანახმა თუ ეს არის მოლაპარაკების საგანი, ეს არის შეთანხმების საგანი, ამას არ წყვეტს ერთი მხარე. ვინაიდან წინასწარ პროგნოზირება სასამართლო გადაწყვეტილების შეუძლებელია და ვერ იტყვით, როგორ დამთავრდება საქმე, აქ არის რისკების შეფასება, დაუშვათ, მაგრამ მინიმალური სასჯელი 9 წელია, შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი ოპტიმალური გამოსავალი მისთვის. ნახოთ, შევათანხმოთ ამ პოზიციებს. საპროცესო შეთანხმება არის ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმი საქმის დამთავრების არაარსებითი განხილვით. ნახოთ, თუ მოხდა შეთანხმება, გააჩნია პირობებს. ადვოკატმა დღეს გააკეთა მინიშნება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს და ამიტომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო დაცვის მხარესთან ერთად და თანახმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან ჯუანშერ ბურჭულაძეს დიდი ოდენობით თანხასთან დაკავშირებით ედავება საგამოძიებო უწყება, საერთოდ ჯამშის მუხლები, რომელიც აყენებული აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, მათ შორის ვასილ მხეიძეს, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა არის, ასევე გიორგი ხაინდრავას, რომელიც ხელმძღვანელი იყო, სწორედ მათ ფულის გაფლანგვას და ფულის გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან. მათ შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე არის სასჯელის ვადა. ჩვენი ინფორმაციით ისინიც მიმართავენ საგამოძიებო უწყება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ხაინდრავამ ეს ყველაზე ადრე გააკეთა. ჩვენ მის ადვოკატს ვესაუბრებთ დღეს, როგორც ირმა ჭკადუა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, პირობით მსჯავრზე არის თანახმა დაცვის მხარე, რეალურ სასჯელთან დაკავშირებით ისინი არ მსჯელებენ პროკურატურასთან, თუმცა საინტერესოა დათანხმდება თუ არა პირობითი მსჯავრით გაუღოს ციხის კარი ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება.
ბატონი ხაინდრავა არის იმდენად პატიოსანი ადამიანი, რომ მას სურვილი ჰქონდა, რომ ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო, რომ მას არანაირი მონაწილეობა ამ შესყიდვებთან დაკავშირებით არ მიუღია, რაც ცალსახად დაადასტურა მოწმემ, რომელსაც პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ენდო ბრალდების მხარე. მან სასამართლოს განუცხადა, რომ მას შემდგომ, რაც მას ესაუბრა მინისტრი, მოგვიანებით საქმის კურსში უბრალოდ ჩააყენა ბატონი ხაინდრავა. და სწორედ მას შემდგომ ჩვენ მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. ბატონი ხაინდრავა როცა დაინიშნა თავდაცვის სამინისტროში, მას ჰქონდა კრედიტი $45,000, რომელიც დღესაც არ არის სულად გადახდილი და დღესაც ის ამ თანხას იხდის. მისი შესაძლებლობის ფარგლებში, რისი გადახდაც შესაძლებელი იქნება, ის გზად არის გადაიხადოს. პირობები როგორია? ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან, ანუ პროკურატურის მხრიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზაობა არსებობს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არ გვაქვს. ანუ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებები გესმით? მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებები იყო. პირობითი თითხოვთ თქვენ რომ გათავისუფლდეს ბატონი გიორგი. რეალურ საჯარს თუ განიხილავთ ხალბატონო ირმა? ამ ეტაპზე არა. ახლა საინტერესო არის რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავარი საგამოძიებო უწყება. თვეების განმავლობაში ჩვენ პროკურატურისგან საქალაქო სასამართლოსთან ვისმენდით, რომ თუ საპროცესო შეთანხმების თხოვნით ბრალდებულები მიმართავდნენ პროკურატურას, განიხილავდნენ, იმსჯელებდნენ ორი მთავარი პირობა არის უკვე საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ბრალის აღიარება, ზარალის ანაზღაურება, ორივე პირობაზე თანახმა არიან ბრალდებულები. პროკურორმა გითხრა, რომ შესაძლოა ზარალიც ანაზღაურონ ბრალდებულებმა, თუმცა არ შედგეს შეთანხმება, თუმცა ისიც განმარტა, რომ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა ამ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებითაც პირობითი მსჯავრი დააკისრონ ბრალდებულებს. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ პროკურატურის განცხადება, ჩვენ პროკურორი ჩავწერეთ მას შემდეგ, რაც ხდომა დასრულდა, მას ოფიციალური განაცხადი ჯერ ნანახი არ ქონდა ადვოკატების მხრიდან შეტანილი პროკურატურაში, სავარაუდოდ უკვე განაცხადი შესული არის ჯუანშერ ბურჩულაძის და მასთან ერთად დაკავებულების, ამის შემდეგ უკვე მხარეებს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს.ევანდელ სასამართლო პროცესზე მოვიხსმინეთ, რომ ჯუანშერ ბურჩულაძემ გააჟღერა, რომ მივმართოთ საპროცესოზე, თუმცა ამას მისი ადვოკატები აჟღერებენ უკვე დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, დღეს ამ წუთას რა თქმა უნდა ვერც ერთ დეტალზე ვერ გაგესაუბრებით და ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მსგავსი რამ არც არის საერთოდ განხილვაშიც არ არის და გადაწყვეტილის არ არის. ფიქრიათ, რადგან მუდმივად გესმოდათ მინიშნებები. პირობითით მზად ხართ გაუშვათ ჯუანშერ ბურჩულაძე და ვერანაირ არ მსჯელობთ საერთოდ, პირდაპირ გეტყვით, ვერანაირ ინფორმაციას ამაზე ვერ მოგაწვდეთ, იმიტომ რომ არ არის არც არის დეტალი გადაწყვეტილი და შეთანხმებული. ვინაიდან რადგანაც არ მოუმართავს, არ უღიარებიათ და ასე შემდეგ, დღემდე რაიმე გადაწყვეტილება და მსჯელობა არ ყოფილა. საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ასე ვთქვათ, ფორმდება საპროცესო შეთანხმება და მტკიცდება მერე უკვე სასამართლოს მიერ, უნდა არსებობდეს გარკვეული პირობები. პირველი ეს არის ბრალის აღიარება, მეორე არის სასჯელზე შეთანხმება. საქართველოს პროკურატურის ასე ვთქვათ პოზიცია ყოველთვის არის, რომ რა თქმა უნდა ზიანი უნდა იყოს სრულად ანაზღაურებული და დაზარალებულს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისთვის თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანი არის 7 მილიონამდე. შესაბამისად, როდესაც მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება, როდესაც ექნებათ მზაობა დაცვის მხარიდან ყველაფერს, რომ პირობითად მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. მხოლოდ აღიარება, მომართვა არ ცulis ამ ყველაფერს, ზოგადად მსგავსი რამეს არსებობს, მომხდარა და ასე ვთქვათ, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა, შესაძლებელია ზიანიც იყოს ანაზღაურებული, შესაძლებელია ბრალდებულიც აღიარებდეს, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. შესაძლოა ამ ტიპის დანაშაულზე ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში პირობითი მსჯავრი დაედოს ბრალდებულებს? თეორიულად ყველა მუხლზე არის პირობითი მსჯავრის შესაძლებლობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტულ შემთხვევაში რა იქნება ნამდვილად. ფაქტია, რომ აქტიურ რეჟიმში, ასე ვთქვათ, ბრძოლას აგრძელებენ და კვლავ ვიკვლევთ მტკიცებულებებს. მიუხედავად მათი პოზიციისა, უდავოდ არ ხდიან და არ ხსნიან თავის მტკიცებულებებს, ანუ ძირითად ნაწილს მაინც კითხავენ.
მას ასე საპროცესო შეთანხმების თხოვნით ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავარ საგამოძიებო უწყებას მიმართა. ახლა ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზე არის დამოკიდებული. რას იზამს ქართული ოცნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სწორედ ძალოვანი უწყება 2 აპრილს ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი ქართული ოცნების თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯარის ძარცვის სასქმეზე. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სასამართლოს ხდომები მტარდება. საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 7 მილიონი არის ზიანი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით ჯუანშერ ბურჭულაძემ მიაყენა სახელმწიფოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა, გაუღებენ თუ არა ციხის კარს ჯუანშერ ბურჭულაძეს და მასთან ერთად დაკავებულებს, ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. აპრილის ბოლომდე გაირკვევა, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება.